მოგესალმებით, ესაა Cat Podcast-ის მესამე ეპიზოდი. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ფილმების განხილვა დავიწყეთ, უკვე მეორე ეპიზოდი არის, ასე პროფესიული ეპიზოდი. და როგორც შეგვიძლია წინაზე დღეს განვიხილავთ ფილმს გაქცევა შოუშენკიდან. ფრენკ დარაბონტის ფილმი, რომელიც გამოვიდა 1994 წელს. თვითონ ეს რეჟისორი ფრენკ დარაბონტი ცნობილი არის სტივენ კინგის წიგნების ფილმებად ქცევით ასე ვთქვათ და რავი გადაღებული აქვს მაგალითად მწვანემილი ვინც ყველაზე ცნობილი შოუშენკის მერე არის მწვანემილი ფრენკ დარაბონტის ფილმი და ზიმის და რაღაცები კიდე აქვს და მოკლედ ხო ეგეც სტივენ კინგის სანაუშროლოდ დავიწყებთ ხა ფილმის საუბარს ცოტა ბევრი გამოგვივიდა ლაპარაკი მაგრამ მე სხვა გზა არ იყო პრინციპში მაგრამ მაგამდე ვთქვათ ფილმამდე სამ გადავალთ ვიტყვი რომ თავიდან ფილმი ვერ გახდა ჰიტი ანუ ვერ გახდა ცნობილი და ოსკაროსანი და ის ვერ გახდა იმიტომ რომ იმ წელს იყო ისა რა ქვია Forrest Gump იყო ხო ფილმი იმ წელს რომელმაც აიღო ოსკარი არა და 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული ეს შოუშენკის ხო ოსკარზე 7 მართლა 7 კატეგორიაში მისცეს ნომინაცია Forrest Gump-ი ძალიან მაგრამ Forrest Gump-მა აჯობა მე პირადად მაინც შოუშენკს მივცემდი ოსკარს ხოლმე ხა იქ როგორც იყო ხოლმე ეგ მაინც უკვე გემოვნებაზე არის და ეს წიგნი არის სტივენ კინგის რაც აღსაკვირი იყოს და ორიგინალ სახელი ქვია რიტა ჰეივორთი და გაქცევა შოუშენკი რიტა ჰეივორთი და გაქცევა შოუშენკიდან თვითონ წიგნს ხო წიგნს ასე ქვია სტივენ კინგის წიგნს ასე ქვია რიტა ჰეივორთი ვინ არის მაგას ვიტყვით მე ხო აღსანიშნავია ისიც რომ IMDb-ში შოუშენკის გაქცევა შოუშენკიდან ამ ფილმს წლების განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა და მგონი დღესაც უკავია. ეხაც უკავია კი და 9.3 რეიტინგი უწევია მე მგონი შოუშენკის 89% არის, მაგრამ უფრო მაღალ პროცენტიანი ფილმებიც არსებობს, მაგრამ თვითონ IMDb-ის რეიტინგებით დღის მონაცემებით შოუშენკიდან გაქცევა არის პირველი ფილმი ხო ნათლიასაც კი აჯობა ისეთი კი პირველი ფილმი არის ნამდვილად და ხო რაც ეხება ციხის ლოკაციას ხა ლოკაცია ნამდვილი არის მართლა ოჰაიოში არის ეს ციხე ხო და ტურისტული ობიექტი ხო მაგრამ დღეს რა თქმა უნდა ტურისტული ობიექტი არის ციხე და აღარ ფუნქციონირებს ეხლა ცხადი არის და ჯერ სანამ გადავალთ უშუალოდ ფილმის განხილვაზე და შინაარსის განხილვაზე და რატომ მაინც და მაინც შინაარსის, იმიტომ რომ თუ წინა პოდკასტი, რომელშიც ნათება განვიხილეთ, თუ წინა პოდკასტში იმდენი დეტალი იყო, რომ ამ დეტალებმა წაიღო მთელი ეს 1 საათი, ამ ფილმში ახლა ეს ფილმი არ გამოირჩევა დეტალების სიმრავლით, ასე რომ თავარი აქცენტი მაინც გვექნება ამ ფილმის მორალზე, ამ ფილმის არსზე და რა იდეა დევს ამ ფილმში პერსონაჟებს დავახასიათებთ. ერთი-ორ სიმბოლოსაც რა თქმა უნდა ავწერთ და მესტერთოს შინაარსს ნაკლებად გამოვიდეს, რაც მნიშვნელოვანი რაც არის ჩავსვათ, იმიტომ რომ არ გვინდა რა ძალიან გაიწელოს და გადავიდეთ. ორი ცნობილი მსახიობი თამაშობს აქ, ყველაზე ცნობილი მორგან ფრიმანი, რომელიც რედის როლს თამაშობს და ტიმ რობინსი, რომელიც Andy Dufresne-ის როლს თამაშობს. Andy Dufresne. ხო. სხვაჯერს აღსანიშნავია ის, რომ Andy Dufresne-ის რეაქციები რაც იყო, ეს ყველაფერი ნამდვილი იყო, ანუ მართლა გზონდა სიცივეს და დაღლილობას და ანუ ბევრ სცენაში ხო ეტყობა ეს სიცივეს და დაღლილობას, იმიტომ რომ ისეთ პირობებში მიმდინარეობდა გადაღება ფილმის, რომ ნამდვილად შეუძლებელი იყო სრულ ენერგიაზე ყოფილიყვნენ მსახიობები. ხო. რამდენიმე სიმბოლო იყო ამ ფილმში, მაგალითად ერთი ბიბლია, რომელშიც ჩაკუჩი იდო, ამას უდიდეს დატვირთვა აქვს და ახს თავცელებას რა დატვირთვაც აქვს. და სხვადასხვა ეს ბიბლია, რომელშიც ჩამალულია ჩაკუჩი, კინოს ისტორიაში მგონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ისა, რა ქვია, სიმბოლო. და კიდევ ეს ფილმი, ამ ფილმს ძალიან ბევრი ისეთი დასამახსოვრებელი მომენტი აქვს, აი თუნდაც ის მთავარი თემა რაც აქვს, ხო, იმედი ძირითადად ის ენდი რო ამბობს, რომ ასეთ რამეს ამბობს, hope is a good thing, maybe the best of things and no good thing ever dies. კინოს ისტორიაში კი ეს ფრაზა, ეს წინადადება ერთ-ერთ ყველაზე მეტაფორულ იმედის აღნიშნულ
წინადადებად განიხილება და საკმაოდ დასამახსოვრებელი ფრაზა არის. კარგი, ახლა გადავიდეთ სიმბოლოზე უშუალოდ. აი მაგალითად ავიღოთ ალბათ ყოველთვის ცნობილი სიმბოლო ქვის ჩაქუჩი. პატარა ჩაქუჩი რო არის, რომელიც დევს წიგნში და ეს აღნიშნავს ერთგვარ მოთმინებას და დროს რა. ანუ ეს პატარა ქვის ჩაქუჩი არის თავისუფლების სიმბოლო იგივენაირად რა. ანუ ერთ შეღებთ არაფერი უსარგებლო მივთია ხა ჩაქუჩი არის პატარა, მაგრამ წლების განმავლობაში ეს შეუმჩნეველი შრომა ხდება სწორედ ის რომ ეს ენდი გადარჩება და გაიქცევა ციხიდან რა. და ამ ყოველთვის იდეა ისაა რომ პატარა რაღაცაებითაც კი შეიძლება დიდი ცვლილებები მოახდენს ადამიანმა. ხო, აი გარდამტეხი და მართლაც დიდი ცვლილებები არ ხდება ესე უცბად, ეს ყველაფერი არის პატარა და ყოველდღიური შრომით და ყოველდღიური ნაბიჯებით. აი ასე იწყება ეს თან რა თქმა უნდა ყველაფერი გენერალური მარტივი არისო. ხო. ნუ რა თქმა უნდა აღსანიშნავი არის ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი მოტივი ბიბლია. ეს ვარდენი ვინცა ციხის დირექტორი სემუელ ნორტონი, საზიზღარი კაცი, კორუმპირებული, უბოროტესი ადამიანი, ხშირად ციტირებს ბიბლიიდან და რამხელა ირონია არის ესეც, რომ ასეთი ბოროტი და კორუმპირებული ადამიანი ბიბლიას იყენებს არგუმენტად თითქმის ყველა საუბარში, ყველა დიალოგში და ეს ჩაქუჩი როგორც თავისუფლების სიმბოლო კი სწორედ ამ ბიბლიაში არის დამალული და ეს კი სიმბოლურად აღნიშნავს რომ თვითონ რწმენა შეიძლება იყოს თავისუფლების ინსტრუმენტი ან ძალაუფლების იარაღი იმის მიხედვით თუ ვინ იყენებს ამ რწმენას რა. ძალიან მაგარი მომენტი არის ამ ფილმში ოპერის სცენა. ხო, ოპერის სცენას რაც შეეხება ეხა ერთ-ერთი სცენა გეცვენება რა თქმა უნდა ყველას, როდესაც ენდიმ ციხის დინამიკებში ჩართო ესა ფიგაროს ქორწინება და მისი ნაწარმოები არის მოცარტის ფიგაროს ქორწინება და ეს მომენტი აჩვენებს რომ სხეული შეიძლება იყოს ტყვეობაში, მაგრამ სული არ ხდება ტყვეობაში და ხაშოთ რედიც კი ამბობს ერთ-ერთ ფილმში ამბობს რედიც სიტყვები რა გაიგო ამ სიმღერიდან, თუმცა ყველა მიგზნო თავისუფლების არსი და თავისუფლებას არის რა. ხო მართალია ის რას მღეროდაო ის ორი ქალიო ვერავინ ვერ გავიგეთო ის ტექსტიო, მაგრამ რამდენიმე წამითო მაინც ვიგრძენითო თავისუფლებაო და ნუ აი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია. ხო, მე გამოართვენენ ამ სიმღერას და საერთოდ გამოართვენებენ და მე კარცერში ჩასვავენ, ამაზე მოგვიანებით. მგონი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა თვითონ ფილმის გარეკანი რაცაა, წვიმის სცენა, როდესაც ხელებს შლის აი ესე, უკვე როდესაც გაიქცევა ციხიდან ხელებს რო გაშლის ესე და ნუ ეს არაა ესე უბრალოდ რომ აი გაიქცა და ესე გაშალა ხელები, აქაც რაღაცა თავისი აზრი აქვს, რა თქმა უნდა, ამ ჟესტს და ხო ნუ ესეც ერთ-ერთი ყველაზე როგორ ვთქვა, ძლიერ ვიზუალურ მეტაფორად ითვლება რა ეს სცენა ხელების გაშლა და სიმბოლურად აღნიშნავს რომ აი ცოდვებისგან განიბანა ენდი. ნუ ცოდვები რატო? იმიტომ რომ ციხეში იყო და ეხლა ციხეში მაინც ცოდვილი ხალხი არის. განსაკუთრებით ცოდვილი ხალხი რა. თან ეხლა ენდის დანაშაული ხო არ ჩაუდენია ამიტომ. დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ შეიძლება ასეც ვიფიქროთ, რომ ცოდვებისგან განიბანა, დაიწყო ახალი ცხოვრება და აღიდგინა თავისუფლება და ამ ჟესტით ხო მიგვანიშნა ასე ვთქვათ. კიდევ ერთი რავი საინტერესო ვთქვათ სიმბოლო, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალ მაგამდე ხო, ალბათ ლოკაციას რო შევიცვალეთ, მგონი მივხვდით რა. ხო. და ხო, ასევე კიდე მინდა დავამატო, რომ მოკლედ გავაკეთეთ ქისაჯის ვთქვათ საიტი, გეცვენებთ ალბათ, სადაც პატაპატა ადვანსიები შეგიძლიათ დაიხმაროთ ახს გამოცემაში, რაღაცები ვკითხოთ, რაღაცები გვირჩიოთ და აუცილებლად გიპასუხებთ ამ ვიდეოებით და ლინკს დავტოვებთ აუცილებლად აღწერაში და რაც შეეხება თუ იმას გსურთ, რა თქმა უნდა, დაკონტაქტება რა ვიცი, ჩვენია ყველა სოციალურ ქსელზე ლინკი არის აღწერაში და ასევე მეილის ლინკიც არის აღწერაში და თუ იმეს გინდათ კონტაქტი, სპონსორობა, ხო, ისა მოგწერეთ აუცილებლად სოციალურ ქსელზე. ახლა გადავიდეთ რაც შეეხება პოსტერების. ხო, პოსტერებსაც შეეხება. თუ შეამჩნევდით თუ დააკვირდებით ენდის საყანში დროთა დრო იცვლება ეს პოსტერები, ასე ვთქვათ, ხალების პოსტერები. თავიდან რიტა ჰეივორთია, წეგარო ვახსენე რიტა ჰეივორთს და გასწავლ შოუშენკიდან მე არის ჰეივორთი მსახიობი ცნობილი ამერიკელი. მე მერლინ მონრო ესეც. მე ხო, თავიდან ჩამოკიდებს გააკრავს რიტა ჰეივორთის ხო პლაკატს, შემდეგ მერლინ მონროს პლაკატს და მე რეკელ უელჩის პოსტერს, ასე ვთქვათ, პლაკატს.
რაც გვიჩვენებს არა მხოლოდ წლების ცვლილებას, არამედ როგორ თქვა, იმას, რომ სიმბოლურად ფარავს გვირაბს რა, ასე ვთქვათ, ეს პოსტერები. სილამაზე და ოცნება მალავს, ხო, ეს სილამაზე და ის ოცნება ამ გაქცევის გზას, ერთადერთ გზას ფარავს რა და ესეც რაღაც სიმბოლური დაკითხვა აქვს ამასაც ყოველ შემთხვევაში. ნუ რაც შეეხება ახლა ენდის გაქცევას უშუალოდ. ენდის გაქცევა იდეაში იწყება ადრე, ანუ ეს ერთ-ერთი თეორიის მიხედვით თეორია არის, ხა რა თქმა უნდა არ არის დამტკიცებული 100%. ენდი გაქცევა დაიწყო იმ დროს, როდესაც დაუკავშირდა უკვე ციხის უფროს, დირექტორს უბრალოდ და ჩაერთო ფინანსურ მაქინაციებში და როდესაც უკვე დაიწყო თანხის გადარიცხვა. ნუ ამას ატომობდი ხარ რომ ენდი არის ბუღალტერი. პროფესიით და ის ინტელექტუალი ბანკირი არის და როდესაც უკვე შექმნა ანგარიში ბანკი, სადაც რიცხავდა ფულს, მაშინ დაიწყო გაქცევა, რომ ფული შეეგროვებინა და თან გაქცევა. ანუ ამ ფინანსურ სისტემაში ამ ციხის დირექტორის ფულს აკონტროლებდა. იმიტომ რომ მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, მაგრამ მაინც ესე ერთი წინადადებით რო ვთქვათ, ეს ციხის დირექტორი ათეთრებდა ფულს. ნუ კორუფცია იყო საშინელი და ათეთრებდა ფულს და რაღაც თაღლითურ საქმეებში იყო ძალიან ისე გარეული და ენდის დახმარებით ცდილობდა რომ გაესაიდუმლოებინა და ასე ვთქვათ შეცდომა არ დაეშვა ამ მაქინაციებში, ასე ვთქვათ რა. ხო. და მისი პირველი თავისუფლება ენდის სწორედ ეს იყო რომ მოატყუა, ასე ვთქვათ, ციხის დირექტორი, რომელსაც ნახავთ მერე და პირველი თავისუფლება იყო ენდის არა ფიზიკური, არამედ გონებრივი და სტრატეგიული. თან უნდა აღნიშნოს, რომ ენდი არის უჭკვიანესი ადამიანი, აი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, თან ძალიან გაწონასწორებული ადამიანი არის მართლა. აი ისე მოძრაობს, ისე ფიქრობს, რომ აი ყველაფერი წინასწარ გაცვლილი აქვს და ძალიან მაგარი პერსონაჟია, ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი ალბათ კინემატოგრაფიის ისტორიაში ჩემს რა ვიცი. ნამდვილად კი. ხო. ახლა რაც შეეხება ესეთი ზღვისპირა ნაპირი, ზღვისპირა ქალაქი ხო, ზიხუატანე ხო, მე მგონი ზიხუატანე ხო, მექსიკაში არის ზღვისპირა ქალაქი, რომელსაც ენი საუბრობს. ეს არის მისი ოცნების ქალაქი, ვთქვათ, იმიტომ რომ უნდა ამ ტერიტორიაზე, ამ ადგილას სასტუმროს გახსნა, როცა ციხიდან გაიქცევა და გავა. ხო, ნუ ეს მოგვიანებით უკვე ფილმის ბოლოსკენ ციხეში ეუბნება რედს, რომ არის ესეთი ადგილიო, ეს ზიხუატანე ხო, რომელშიც მინდაო წასვლაო, იქ მინდა რომ გავხსნა სასტუმრო და იახტით გავასეირნო ხოლმე დამსვენებლებიო და ეს სახელი თვითონ ზიხუატანე ხშირად განიმარტება როგორც სიმშვიდის ადგილი. ხო. ხოლო ფილმში კი, აი როგორ თქვა, სიწყნარის და თავისუფლების და ახალი ცხოვრების სიმბოლო არის რა ეს ქალაქი. და უბრალოდ არაა ესე ნახსენები, რატომ არის და მაინც ეს ზიხუატანე ხო, იმიტომ რომ თუ არ ვცდები, ასე ითარგმნება, რომ 7 ადგილი თუ რაღაც სიმშვიდის ადგილი მგონი ესე. ნუ კიდევ ერთი დეტალი ეს არის რედის, ანუ რედის ნამდვილი სახელი არის ელის რედინგი. ანუ რედის ხმაყვება როგორ საერთოდ მორგან ფრიმენის ხმა არის ძალიან აი ცნობილია, განთქმული არის მისი ორატორული ნიჭი გამოირჩევა და ისეთი რბილი ხმა აქვს და რაღაცნაირ წყნარი ხმა აქვს, რომ აი ნამდვილად გამოირჩევა მოკლედ მისი ხმა და ნარატორის ხმა აქვს, აი უბადლო. ხო, მისი ხმით იწყება, მისი ხმით თავდება ფილმი, ანუ მისი მოყოლით, ანუ ისყვება თითქოს თავისი მისი თვალებით ხედავთ მოკლედ ეს პერსონაჟი რედი იწყებს დასაწყისშიც და დასასრულშიც მოყოლას და ეს ნარაცია იწყებს, ასე ვთქვათ და ქმნის ერთგვარ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ენდის თითქოს ამ რედის მოგონებას ვეცნობით ამ ფილმში. და სწორედ ესაა მთავარი ის, რომ თითქოს ჩვენ ვხედავთ რედის თვალით დანახულ იმ ისტორიას, რაც მოხდა შოუშენკში. ისტორიას ანუ იქ ფილმში რაც ხდება, თორე ეს რეალურ ამბავზე გონი არ არის ნამდვილი ხო რეალურია. ხო და ნუ მთავარ როლში უკვე ვახსენეთ, რომ ტიმ რობინსი და მორგან ფრიმენი, იქ კიდე არის ის კაპიტანი ჰედლი რო არის ციხის კლენსი ბრაუნი იქ სემუელ ნორტონი ვინც ციხის
ხო, ციხის დირექტორს ვინც თამაშობს ეს ტომი ტომი ვილიამსი, ვილიამსი, გილ ბელოუსი, ხო, გილ ბელოუსი. ხო, ნუ მსახიობები მაინც ახლა მეათე ხარისხოვანი არის ვინ თამაშობს. ახლა გადავიდეთ დახასიათებაზე პერსონაჟების, ან ძალიან საინტერესო ნაწილი ის ხოდა შორის. ეს იმიტომ რომ თითოეულ პერსონაჟს აქვს ძალიან კარგი და ძალიან ისეთ დახასიათება რა, აი აშკარად დახასიათება ისე ვთქვათ. აი დავიწყოთ თავი პერსონაჟი დენდით ხო, ენდი თავი პერსონაჟია ფილმის. არის შვიდი და ინტელექტუალური ბანკირი. ძლიერი მხარეები აქვს გონებრივად და ასევე მოთმინება გააჩნია ძალიან. ხო, მისი ძლიერი მხარე არის ნერვები გააჩნია რკინის და სტრატეგიული ადამიანია განათლებული, აი სასწაული გონება აქვს და ხო. ხო და რას თავარი არ კარგავს იმედს, იმიტომ რომ რამდენი წელი იყო ციხეში 19? მეტი. 57-ში ჩაჯდა და 66-ში გამოვიდა. 54-ში ჩაჯდა. 7-ში. 7 იყო. და 66-ში გამოვიდა. რაღაც დიდი ხანი იყო ციხეში, 19 წელია ხო? 19 წელი იყო ციხეში დაახლოებით. ხო და მაინც არ დაკარგა იმედი, აი ეს იმედიანობა არის მისი მთავარი სიმბოლო ეს თქვა რა, იმედი აქვს თავიდან ბოლომდე და ხო, ნუ არასდროს არ ნებდებოდა ასე ვთქვათ და ამ წლების განმავლობაში ფარულად ქმნიდა საკუთარ თავისუფლებას. ყოველ შემთხვევაში გზას თავისუფლებისკენ. გადავიდეთ ელის რედინგზე, იგივე რედზე, როგორც ფილმში არის მოხსენიებული. ეს რედი არის ციხის ყველაზე გავლენიანი პატიმარი, რომელიც ყველაფერს ახერხებს. იქ ფარული კონტრაბანდაც შეუძლია მაინც ახლა შემოტანა რაღაც ნივთების, იმიტომ რომ კავშირები მაინც ახლა და ნაცნობობა თავის ოდითგანვე ყველაფერზე მეტყველებდა და ახლა რედი რო დავახასიათოთ ესე ძლიერი მხარეებით, უდაოდ ბრძენი ადამიანი არის და არის რეალისტი. რეალობას აფასებს საუკეთესოდ და მისი მთავარი სიმბოლო არის რწმენის ნელ-ნელა დაბრუნება. იმიტომ რომ თავიდან თუ გახსოვთ ეს ფილმი და რედის პერსონაჟი თუ გახსოვთ კარგად, თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებს იმედს. ხო, ცოტა პესიმისტურად. ხო, როდესაც ენდი დაუხასიათებს, რომ იმედი ესეთი ისეთი, რედი ეტყვის, რომ იმედიო საშიში რამე არისო, რამაც შეიძლება კაცი მოკლასო და მაგრამ მერე უკვე როდესაც ენდის გავლენის ქვეშ მოექცევა, რა თქმა უნდა, დადებითი გაგებით, პოზიტიური იმით, ასე ვთქვათ, მერე ნელ-ნელა იბრუნებს ამ რწმენას და ცდილობს, რომ იმედით იცხოვროს თვითონაც რა. შემდეგი პერსონაჟი ავიღოთ, უარყოფითი პერსონაჟი, სემუელ ნორტონი, იგი ვარდენის სახელით არის ცნობილი. ხო, ეს ციხის დირექტორი. ვითომ რელიგიური ადამიანია, ვითომ ძალიან ბიბლიას ეპირად და რაღაცა რელიგიური, მაგრამ სინამდვილეში არის კორუმპირებული ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იყენებს რელიგიას ბროტი განზრახვით და იყენებს ხოლმე საჩვენებლად, რომ ვითომ ყველაფერი. ხო, ეს რა თქმა უნდა მოსაჩვენებელი ხასიათი აქვს, იმიტომ რომ ეს ალოგიკურია, რომ ადამიანი იყოს ბროტი და კორუმპირებული და ცუდი იყოს ადამიანი და ციტირებდეს ბიბლიიდან და სჯეროდეს ნამდვილად ბიბლიის. ხო, ნუ ერთ-ერთი ძლიერი მხარე რაც აქ არის ძალაუფლება. ხო, ძალაუფლებას კარგად ავრცელებს, ანუ ზეგავლენის ისა აქ რა ქვია. მაგრამ ფარისეველია ადამიანების დაშინების ნიჭი აქვს საკმაოდ კარგი და მაგრამ სამაგეროდ ფარისეველი არის, საშინელი ადამიანი არის და ანუ თავად დარღვევს რაღაც მორალებს და სხვებს უგითხავს ამ დარგულ მორალებს. ხო, ბიბლიას იყენებს როგორც იარაღს და ავტორიტეტის იარაღს, მაგრამ თვითონ ვერ არღვევს ხო ბიბლიას ხო. ჩემი საყვარელი პერსონაჟი ამ ფილმში არის ბრუქსი. მოხუცი, ყველაზე ხანდაზმული პატიმარი, რომელიც მუშაობს ციხის ბიბლიოთეკაში 40 წელზე მეტი, 50 წელი არის, რაც ციხეში არის ეს ბრუქსი და ეს არის აი სიკეთის, სითბოსი და მეგობრობის და რა ვიცი, აი უბრალო ადამიანის განსახიერება ამ ფილმში, იმიტომ რომ აი ყველანაირად დადებითი პერსონაჟი არის, რომელმაც ვერ შეძლო თავისუფლებასთან შეგუება ციხიდან გამოსვლის მერე და ეს მისი ამბავიც, ხო, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ცოტა უფრო ვრცლად
და ეს მისი ამბავი კინემატოგრაფიის ისტორიაში მგონი ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული ისა რა ქვია ხაზია ხო და დაგვჭა ერთი ძირითადი პერსონაჟი ტომი უილიამსი ანუ ერთ შეხედვით რაღაცა ერთი რამდენიმე წუთი იყო მე მგონი თუ ფილმში და დიდი არაფერი მაგრამ სიამდვილეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმის მეორე ნახევარში გამოჩნდა ეს მსახიობი ახალგაზრდა პატიმარია რომელიც სხვა ციხეში იჯდა აქამდე და ამ სხვა ციხეში გაიგო ინფორმაცია რომელიც ესე იგი ენდის საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციას იძლეოდა რა და ანუ სიმართლეს ფლობდა მოკლედ მამს მე ვიტყვით ახლა შემდეგში უკვე შემდეგ ნაწილში და ძლიერი მხარეები რაც არის საკმაოდ ენერგიული ბიჭი გულწრფელი არის ძალიან და ნუ სამწუხაროდ მისი ბედი შეეწირება ციხის დირექტორის მისი ბედი აღმოჩნდება ამ ციხის დირექტორის ხელში ხო ნუ მაგას ვიტყვით მე ნუ გადავიდეთ ახლა მაინც რო გაგაცნოთ უკეთ ეს ფილმი ხა მთლად ისე რომ შინაარსში არ გადავიდეთ და თან პერიოდულად ჩავამატებთ რაღაცებს 1947 წელს იწყება ხო 7-ია ხო 47 წელს ხო მართალი იყავი 47 წელს იწყება ეს სასამართლო кейსი ასე ვთქვათ როდესაც რომელშიც ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეს ენდი დიუფრეინი ამ ენდი დიუფრეინს აბრალებენ ცოლის და მისი საყვარლის მკვლელობას მაგრამ ეს ენდი არ აღიარებს თავის დანაშაულს იმიტომ რომ არ ახსოვს რას აკეთებდა იმ ღამით როდესაც ეს ცოლი ღალატობდა და თვალი როცა წაასწრო ამ ცოლს შესთავაზა ეგრევე განქორწინება მაგრამ ცოლმა უარი უთხრა და მე ეს ენდი გაბრაზებული გავარდა სახლიდან მთელი ამბები და მოკლედ მეორე დილით ეს ცოლი და ის საყვარელი იპოვეს დამლაგებელმა იპოვა მკვდარი ორი ხო დამლაგებელმა იპოვა მკვდარი ხო და მიუსაჯეს ენდის ორი სამუდამო პატიმრობა ხო ორი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ენდი დიუფრეინს და ნუ ეგრევე გაგზავნეს შოუშენკში ისე ეს გამახსენა ის ნაწილი რედი რო ეუბნება ენდის ჩვენ არავინ არ ვართ აქ დანაშაულებიო ანუ ენდი ეუბნება რომ მე დანაშაული არ ვარ და აქ ყველა ისეთი არისო მგონი მარტო მე ვარ დანაშაული თუ რაღაცა იგი თუ რაღაცა ეგეთი ახსენა და ახლო ხო ეგრე თეთრი ბაირაღები არის კიდე სხვათა შორის ნოდარ დუმბაძის გენიალური მოთხრობა რომელშიც პატიმრები ამბობენ რომ ჩვენო ყველა ისინი ვართო წმინდანებიო და უცოდველებიო და ხო ნუ როგორც ყველა პატიმარი ამბობს დამნაშავეები არ ვართო რა თქმა უნდა და ძალიან ძიმე სცენა არის ეს თვითონ ციხეში რო შეყავთ ენდი რო გადმოვლენ ამ ავტობუსიდან და ეს ხელბორკილებით ესე ჩამწკრივებულები რო შედიან და ეს ციხის ველური პატიმრები რო ესე არყევენ ამ იმას აშინებენ და ეს რედი თავის 3-4 მეგობართან ერთად დგას ცოტა შემაღლებულ ადგილზე ცოტა უკან და ესენი დებენ ფსონებს ახლა თან უყურებენ ამ ახალმოსულ პატიმრებს და დებენ ფსონებს ვინ რამდენი ხანი გაქაჩავს ასე ვთქვათ და ვინ მოკვდება პირველ ღამეს ვინ მოკვდება არა ნუ ახლა მაინც ვინ გატყდება რა იმიტომ რომ სიკვდილი არა ეს კატეგორიულად არა ვინ გატყდება პირველი რა და აღსანიშნავია ისიც რომ რედი ფსონს დადებს ენდიზე მე იმაზე ვდებო აი უკან რომ მოდისო ყველაზე მაღალიო და მაგაზე დადო ფსონი და მე წააგო რა თქმა უნდა და ერთმა დადო მსუქან კაცზე რა ვიღაცა ერთი მსუქანი კაცი იყო ყველაზე ასე ვთქვათ ბუნჩულა კაცი ბუნჩულა მართლა და რაღაც ბოდიში და ჩმორი და რაღაც ხო ხო რაც ამ გასაკვირი იყო ციხეს ქვია შოუშენკი და ტერიტორიულად მდებარეობს ნიუ ინგლენდში ხო და ამ მომენტში ხა ნუ ბევრს აღარ გავწელავთ და ეცნობა პატიმრებს ეს ვარდენი ეს სემონ ნორტონი ელაპარაკება მორალებზე, წესებზე, რო თქვენ ჩემ ხელში ხართო ასე შემდეგ. და ნუ კიდე ერთი დეტალი ის არის რომ ეს რედი დიდი ხანია ციხეში ისიც, მაგრამ რაღაც კომისია არის რომელიც ყოველ კვირას მე მგონი თუ რაღაც ყოველ თვეში
თვეში. არა. ყოველ წელს. რაც არის მოკლედ. გონი 3 წელიწადში ერთხელ ამნისტია უწევს რა. და შედის ეს რედი და ისინი ეკითხებიან რომ შენ გამოსწორდიო, ხო და ეს კომისია ეკითხება რომ თქვენ თუ თვლით თავს გამოსწორებულად და ნუ ეს თავიდან რომ კი გამოსწორდიო. ეს რედი თავიდანვე ეუბნება რომ კიო მე აღარ წარმოვადგენო იმასო საზოგადოებისთვის საფრთხესო და ამას ეუბნება ყველა ამნისტიაზე რა ასე ვთქვათ და ესენი უარს ეუბნებიან და არ უშვებენ ციხიდან მაინც. ხო. მაგრამ ბოლოს რაც მოხდება ბოლო ამნისტიაზე მაგასაც ვნახავთ და რას ეტყვის ამ კომისიის წევრებს მაგასაც კარგად ვნახავთ. ხო, მე უკვე მოგვიანებით უკვე ვიცნობთ ბრუკს, რომელიც არის ციხეში ბიბლიოთეკარი. და როგორც ახსენეთ, ყველაზე დიდი ხანი ბრუქსი ის ციხეში ამ ადამიანებიდან და მოკლედ ერთ-ერთი მომენტია, როცა ვიცით, რომ ანუ ამ ბრუქს ყავს ყვავი მოკლედ რა, თავისი შინაური ყვავი ყავს და ძალიან საინტერესოა როგორ გაიცნობს ენდი ამ ბრუქს. ხო. ჯერ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის მსუქანი კაცი, ის ბუნჩულა კაცი მოკლეს იმდენის ცემეს და ოღონდ ცემა დაცვამ. იმიტომ რომ ღამე უკვე ძილის დრო რო იყო, ასე ვთქვათ, აშინებდნენ გვერდითა საკნებიდან პატიმრები და იქ მეო დედაშენს ვიცნობდიო, მე დედაშენთან დავდიოდი რაღაცა, აი მორალურ ფსიქოლოგიურად ტეხავდნენ და მოკლედ აი საშინელ დღეში აგდებდნენ ამ მსუქან კაცს და ეს მსუქანი კაციც რა თქმა უნდა პირველივე გატყდა, დაიწყო ტირილი, ატეხა ერთი ამბავი, დედასთან მინდაო და შემოვარდა ეს დაცვა და იმდენის ცემა რომ წაიყვანეს საავადმყოფოში და მეორე დილით, როდესაც უკვე საუზმე იყო და სუფრასთან რო ისხდნენ ეს ენდი განმარტოებით იჯდა და საიდანაც გაახსენდა ეს კაცი, ეს მსუქანი კაცი რომ ვიღაცამ ახსენა გვერდითა მაგიდიდან რომ აი ის ეს ცემესო რაღაცაო და თან ხო მედავდეო იმაზეო ერთ-ერთმა პატიმარმა თქვა რომ მსონი მედავდეო იმაზეო ასე რომ მომეციტო ეს სიგარეტებიო რა ანუ ჯილდო ასე ვთქვათ ხო და ხო ისე სადარიო ეს კაციო და ან რა ერქვაო ამ კაცსო და ეს ენდი ეკითხება და თავიდან უხეშად პასუხობენ პატიმრები რომ რა შენი საქმეაო და ну გარდაიცვალაო მე ეტყვიან რომ თავი გაუტეხესო და მოკვდაო იქ ლაზარეთშიო თუ სადღაცასო ხო საავადმყოფოშიო და მე ეს ენდი დაინახავს თავის საჭმელში მატლს და როცა ამოიყვანს ამ მატლს წინა მაგიდიდან ერთი მოხუცი კაცი ეს ბრუქსი შეეკითხება რომ მაგ მატლს თუ არ ჭამო მე მომეციო რა და ხა ყველას აი ვისაც არ უნდა ენახა ეს ფილმი აბსოლუტურად ყველას გვეგონა რომ ამ მოხუც კაცს უნდა ეჭამა ეს მატლი და თავიდან გვეგონა საკმაოდ საზღვრება მომენტი მაგრამ რო გამოართვა ამ ბრუქსმა ეს მატლი და გახსნა ეს ქურთუკის ჯიბე და შიგნით ყავს რომ მისცა თავის პატარა ჯიც რომ მისცა ეს მატლი ამ პატარა სცენითვე უკვე გავიცანით ბრუქსი კეთილშობილი როგორი კაციც იყო და ხო მერე უკეთ გამოჩნდება მერე უკვე ვიცნობთ რეცსაც მოგვიანებით ანუ ოღონ ენდი იცნობს რეცს უკვე კარგად ანუ დაელაპარაკება ენდი არის რედი არის ყველაზე გავლენიანი პატიმარი როგორც გავახსენეთ უკვე და აქვს სერიოზული კავშირები და კონტრაბანდა და არალეგალური მთელი ამბები მოკლედ ისეთი ისე რა ქვია კონტრაბანდა მოკლედ ციხეში და ენდი მოსთხოვს ყველაფერს აჩალიჩებს მოკლედ ხო ენდი მოსთხოვს ამ ჩაკუჩს რომელიც თავიდან ვახსენეთ ამ ჩაკუჩს მიიღებს თავის თავიდან ეხდებიან ეხა ამით როგორ უნდა იქცეს ესე პროსტა ანუ ესე უნდა იქცება მაგრამ ჩაკუჩი კი არა აი ხო რაღაც აი მოწერა ხომ ჩაკუჩო რაღაცა ეგეთი ხო რაღაც წერაქვს და ჩაკუჩს შორის რაღაც ინსტრუმენტი და ენდი მე მგონი შესანიღბად რაღაცებს თლის ხო ამითი ხო თავიდან ვარჯიშობს იცით როგორ ჭადრაკს აკეთებს რა ჯერ თავიდან ჭადრაკის ფიგურებს გამოთლის მერე იქ პატარ-პატარა რაღაც პატარ-პატარა იმებს აკეთებს რა ფიგურებს თლის ამ ქვებისგან და ამითი ვარჯიშობს თავარი რაღაცის დასაკეთებლად თუმცა ასე მარტივად არ არის საქმე იმიტომ რომ აღსანიშნავია რომ ენდიზე ძალადობენ ძალიან ციხეში ესე როგორც სექსუალურად ასევე
ფიზიკურადაც დაჯგუფება არის ასეთი sisters. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც. ხო, და sisters, ეს დაჯგუფება არის ციხეში, რომლის ლიდერის სახელიც ამავიწოდა. ხო, რიჟა ტიპი რო არის, მოკლედ. და რიჟა როჟაროა. ხო, და ხშირად ეწინააღმდეგება ეხა ინდი, თუმცა იმდენი არიან, რომ ვერ ერევა ეხა ბოლომდე მაინც და ეწინააღმდეგება კი არა, ხო, გარკვეულ იმას უწევს. მაგრამ ვერ ერევა ეხა. მაგრამ ეხა როგორია ეხა 5 კაცი ერთის წინააღმდეგ ხო. მაინც ახლა უპირატესობა ვისხარესა, მაგას ხვდებით. ხო, მოკლედ მოგვიანებით 2 წლის მერე უკვე ენდის რედის დახმარებით აირჩევენ ციხის ქარხნის სახურავის შემკეთებლად. ხო, 1959-ში უკვე 2 წელი გავიდა. ხო, 9 გამოდის და ხო, ეს უკვე იკვრება ასე ვთქვათ კვანძი, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო მომენტი არის ენდის პერსონაჟის უკეთ დასანახად ყოველ შემთხვევაში და ხო, როგორც ლევანმა აღნიშნა, აირჩევენ იმაზე რა ქვია, ციხის ქარხნის სახურავი არის რაღაც დაზიანებული და იქ ეს ეგრეთ წოდებული გუდრონი უნდა დაასხან და მე რაღაცა უნდა შეაკეთონ და რამდენიმე პატიმარი აირჩიეს მუშად, ერთი 10-მდე პატიმარი და ამ რედმა სთხოვა იქ, რა თქმა უნდა, ნაცნობობის დახმარებით, რომ ენდიც ჩაესვათ ამ მომუშავე იმაში, რა ქვია, პერსონალში და დაიწყეს მუშაობა, მიდის მუშაობა და თან ესწრება ამ ყველაფერს ციხის ჰედლის უფროსი, დაცვის უფროსი, თავის რამდენიმე თანაშემწესთან ერთად. მაგან მოკლა ის სუკანი არა თუ? მაგან მოკლა ის სუკანი ცემისგან, კი. და ეს ჰედლი არის, იცით როგორი ტიპი, აი ყველაფერს რო ძალადობით და ჩხუბით ამყარებს რა წესრიგს და აი სულ ჩხუბი, სულ ცემა და მოკლედ ძალიან ისეთი ბოროტი ადამიანია და ცუდი ტიპია მოკლედ. ხო და ესენი სანამ მუშაობენ ეს ციხის უფროსი ამ თავის თანაშემწეებს ხო ელაპარაკება თავის ამბებზე რომ აი იქ ცოლი რაღაც ქონებას მართმევსო და ეს ქონება არ უნდა დამეკარგოსო მოკლედ მთელი ის მიდის რა საბანკო თემები და თან ახლა ამათ ენდის და იმებს ხო ესმით ეს ყველაფერი და თან ენდი ხო ისა რა ქვია ბუღალტერი რა, ბანკირია, ხო, ბანკირი, თან საკმაოდ წარმატებული, ინტელექტუალი კაცი არის მოკლედ და რო გაიგებს ამ იმას, რომ ეს კაცი, რომ ეს ციხის მეთვალყურე ვერ ახერხებს ამ ფულის დაბრუნებას, თუ რაღაცა ზუსტად აღარ მახსოვს, დადებს ამ თავის იმას რა ქვია, ნიჩაბს თუ რა რითიც აკეთებენ ამ ტილოს რაღაცა. ხო, რაღაც გუდრონს რა რითიც იმას ანაწილებენ ასე ვთქვათ და მიუახლოვდება ამ ციხის მეთვალყურეს, რომლისაც ყველას ეშინია, მთელს ციხეს ეშინია და ნუ ეგრევე დაიჭერენ ამ ენდის და ეს ენდი ეგრევე ეტყვის ესე თამამად რომ მეო გასწავლითო როგორ უნდა დაიბრუნოთო ის თანხაო და როგორ აირიდოთო ეს მემკვიდრეობითი გადასახადი. ხო, ეს მემკვიდრეობითი გადასახადი, მთელი საბანკო თემები არის მოკლედ და ეს ციხის უფროსი თავიდან გადაირევა, შენ ვის ელაპარაკებიო საერთოდ და გაიყვანს ეგრევე იქ სახურავზე უნდა გადმოაგდოს რა სახურავიდან. და სანამ მიყავს გადასაგდებად ეს ეტყვის რომ მეო გასწავლითო სრულიად მარტივადო ჩემი იმედი გქონდეთო და მოკლედ საკმაოდ დამაჯერებლად აუხსნის ყველაფერს უბრალოდო ერთი თხოვნა მექნებაო. აი ამ ბიჭებსო, აქ ვინც მუშაობენო, თითო ჭიქა ცივი ლუდიო, ბოთლი. ხო, ცივი ლუდიო მოუტანეთო. და ნუ ეს ციხის მეთვალყურეც დათანხმდება, რა თქმა უნდა და ეს არის ერთ-ერთი უმაგრესი მომენტი. მართლა დაეხმარება ენდი რაღაც რჩევას მისცემს, რომ იქ გადააფორმეო იმის სახაზე თუ ამის სახაზე ზუსტად არ მახსოვს და ენდი ხდება ალბათ ყველაზე ესეთი ხო და მართლაც მოუტანენ ამ ცივ ლუდს, ამ პატიმრებს და ყველა სვავს ენდის გარდა, ენდი კი ზის ესე უყურებს ამ მუშებს და თან ეღიმება სიხარულისგან რა და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პატიმარი ხდება ამის მერე, იმიტომ რომ პრივილეგიები მიეჭება სერიოზული და
იმიტომ მიენიჭება პრივილეგიები, რომ მოგვიანებით უკვე უშუალოდ ციხის უფროსთანაც დაამყარებს ამ კავშირს, აი მაქინაციებს შორის ჩაერთვება და ანუ ესეთი პირობაა, რომ ენდი მოაგვარებს ამ პრობლემებს, ფინანს პრობლემებს და სამაგიეროდ დაიცავენ მას. და ერთ-ერთი დაიცავენ, იმიტომ რომ მთავარი ბუღალტერი, ანუ ყველა საქმეს ეს ენდი აგვარებს, ყველა ფინანსურ საქმეებს. ხო, სცენა, როდესაც ეს ბოქსი ედის ცემს კიდევ ერთხელ იზოლადებს და მე კარცერი დადოცე გამოვა, დახვდება ჰედლი საკათან და დახვდება და ისე ცემს რომ დააიმარებს. შენო ვისცემო. ხო. და ისე ცემს მე ამ ბოქს რომ საერთოდ ამ ბოქს გადაიყვანენ მე საავადმყოფოში რეანიმაციაში და იქ მე იქვე აღესრულება თუ ხო რაც არის როგორც ეს არის ხო მოგვიანებით უკვე იწყებს ენდი მუშაობას ბიბლიოთეკაში ბრუქსთან ერთად იმიტომ რომ სიტყვა ცდილობს რომ რაღაცნაირად ციხე უფრო გაანრავალფეროვნოს და განავითაროს უფრო მაინც ახლა ინტელექტუალი კაცის ოცნება არის რომ ხო რაღაც განვითარება შემოიტანოს ამ ციხეში და რაღაც ცივილიზაცია დანერგოს და იწყებს ბიბლიოთეკაში და როგორი პრინციპული ადამიანია რომ ჯერ ხო უფროსთან დაამყარა კავშირი ციხის უფროსთან და ისა იმ პირობით რომ შეიძლება მოეთხოვა დაფინანსება რომ აიშენებინა ახალი ბიბლიოთეკა და გაეზარდა ბიბლიოთეკა და 6 წელი უგზავნიდა ენდი დუფრეინი თავრობას მას რა ქვია წერილს მოთხოვნას რომ ფული გამოყავითო ან 6 წელი უგზავნიდა უარს იღებდა ბოლოს მაინც კი არ უგზავნიდა აქ უნდა ჩავშალოთ ახლა ყოველ კვირა გავგზავნიო წერილებს ამ დირექტორს უთხრა კიო გავგზავნიო ამის მაინც არაფერი არ მიდის კაი გავგზავნიო ნუ რა თქმა უნდა შედეგი არ იყო და იმდენჯერ გავუგზავნა ბოლოს მე გადავიდა კვირაში 3-ჯერ უგზავნიდა წერილებს სათხოვარ წერილებს რომ გამოყავითო ფულიო და 6 წელი ეხა კვირაში 3-ჯერ რო უგზავნი კაცი მთავრობას წერილებს ის მთავრობა გადაირია რა ბოლოს და მართლაც გამოუყო მთავრობამ ფული და ბიბლიოთეკა გაზარდა და პლუს ციგნების დაამატა ბიბლიოთეკაში მოკლედ ის მომენტი არის აღსანიშნავი რიტა ჰეივორთის პლაკატი რო სთხოვა პირველად ენდი რედს და რა თქმა უნდა გაუჩითეს რა ანუ გაუჩითეს რა მართლაც პირდაპირ მნიშვნელობით ეს პლაკატი და გააკრა თავის ოთახში კედელზე და მე მივხვდებით რატომაც გააკრა ეს რიტა ჰეივორთი პატიმრების ის იყო რა ქვია ოცნება იყო და მე როგორც ვახსენეთ ეს პლაკატები ნელ-ნელა იცვლება მე მერლინ მონრო მე რეკელუელში და ხო და ის გამოგჩა ენდი დუფრეინი როცა ეხმარება ციხის უფროს ქმნის საბანკო ანგარიშს რენდალ სტივენსის სახელით უბრალოდ მახსოვს და რენდალ სტივენსის სახელით მოკლედ ამ ანგარიშზე ირიცხება რაღაცა გასწრებული ფული ანუ იცი როგორაა ხო ეს ციხის დირექტორი ათეთრებს ფულს და რა თქმა უნდა ენდის დახმარებით იმიტომ რომ თვითონ არაფერს ააკეთებს არაფერი არ იცის და ეს ენდი უკეთებს ყველაფერს იქ დეპოზიტები რაღაც ყველაფერი და სტივენსი არ არსებობს ადამიანს ნამდვილი ადამიანი არ არის თავის ამას მერე ვიგებთ ეს ცოტა ადრე მოგვივიდა ამის თქმა მაგრამ კაი რა ხავ თქვით თურმე შექმნის ენდი რა თქმა უნდა ფარულად სრულიად უცხო ადამიანის ანგარიშს ანუ არარსებული ადამიანის ანგარიშს ვიღაც რენდალ სტივენს რომელსაც გაუკეთებს თავის პირადობას თავის დაბადების მოწმობას საბანკო ანგარიშს შეუქმნის და ამ რენდალ სტივენსის ანგარიშზე რიცხავს ციხის დირექტორის გათეთრებულ ფულს ანუ ეხლა რა ხდება იმისი გათეთრებული ფული ამ რენდალ სტივენს ერიცხება საბანკო ანგარიშზე ყველანაირი პრობლემის გარეშე და ყველანაირი კანონდარღვევის გარეშე სუფთა ფული და ეს პირიქით ჩავდება ეს ციხის დირექტორი მაგრამ ამას რა თქმა უნდა ფარულად აკეთებს ჩუმად აკეთებს და ამას მერე ვიგებთ და სინამდვილეში თავის სასარგებლოდ ირიცხავს ამ ფულს და ამ ციხის დირექტორს ნელ-ნელა აჭერინებს რა ასე ვთქვათ ამაზე კიდევ უფრო ცლად ვისაუბრებთ მე ხო მე რაც ხდება უკვე მნიშვნელოვანი მომენტი არის ასე როცა ბრუქსი ციხიდან გამოდის ანუ როცა უშვებენ ბრუქს ციხიდან მაქამდე არის
უმნიშვნელოვანესი მომენტი ლევან. მომენტი. მოცარტის არია რო ვახსენეთ. ეგ თქვით უკვე წინა პირველად თავიდანვე თქვით რომ მუსიკა ჩართული. ხო, მაგრამ უფრო ცლად უნდა ვთქვათ ეხლა. ნუ რა თქმა უნდა რომ გამოუყოფს მთავრობა ენდის გარკვეულ წიგნებს, ამ წიგნებთან ერთად მისცემენ იმებს, რა ქვია, ფირებს რა. გრამოფონის, ხო. გრამოფონის ფირებს მისცემენ და ესენდი თავიდან მარტო ზის იქ ციხის დირექტორის კაბინეტში და ათვალიერებს ამ ფირებს და იპოვის კლასიკურ მუსიკას, რომელზეც გიждდება თვითონ და ერთ-ერთ ფირს აიღებს და ჩართავს გრამოფონში, ხო. და თან გადაკეტავს ოთახში შესასვლელ კარებს. ანუ ჩაიკეტება ოთახში და იმ ოთახიდან ჩართავს ამ მოცარტის არიას. ოღონდ როგორ ჩართავს? დაუკავშირებს მთავარ დინამიკს არა, რადიოს თუ მთავარ ხო დინამიკს ასე ვთქვათ. და ანუ მთელი ციხის ტერიტორიაზე ისმის ეს მოცარტის არია რა, თუ დუეტი ამ ფიგაროს ქორწინებიდან და ნუ როდესაც გაგიჟდება ყველა, გაშეშდებიან პატიმრები და უსმენენ ამას და აი ძალიან მაგარი მომენტია და როდესაც ეს ციხის დირექტორი დაბრუნდება, უკაკუნებს ამ ფანჯარაზე რომ გამორთეო ეს საზიზღრობაო, ანუ საზიზღრობაო, აი კლასიკურ მუსიკაზე როგორ შეიძლება და ზოგადად მუსიკაზე როგორ შეიძლება საზიზღრობა თქვა და ეს პრაუწოს პირიქით ამ მუსიკას რა. და ეს წამოიწევა ენდი რა და ყველას გონია რომ ეხა მართლა გამორთავს და სინამდვილეში აუწევს იმ ხმას და მე ნუ შეანგრევენ იმას და ჩასვავენ ენდისაც კარცერში. ხო. საკმაოდ მაგარი სცენა. ახლა გადავიდეთ ბრუქსში. ბრუქსის ციხიდან გამოშვება. როგორც წინ ავახსენეთ 50 წელი იჯდა ბრუქსის ციხეში და ამას ეძახიან ამერიკულად ბჭყალებში ციხის კაცს უკვე ისე იყო, ამდენად იყო ციხეში ასე ვთქვათ მიჩეული ცხოვრებას, რომ როცა გამოვიდა ვერ შეეგუა განევას, მანქანები არის ცოტა კაც, მაგრამ იყო. ავტობუსები გზაზე ვერ გადადიოდა წესირად, იმიტომ რომ მანქანები ვერ ხდებოდა. მე თვითონ რო გავა ციხიდან, მე წერილს უგზავნის ამათ ციხეში, რომ მოკლედ ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ჩამსვესო ციხეშიო და მაშინ 1-2 მანქანა თუ გაივლი და ქალაქშიო და ეხლა ყველგან არიანო ეს მანქანებია და ხო და მაგამდე ჯერ დააწყებდნენ მუშაობას მოლარით, მე მგონი, ხო მოლარით რაღაც ეგეთად და მერე უკვე მისცემენ ბინას თუ რა სასტუმროს ნომერს და ნუ ვერ შეეგუება და წერილს გაუგზავნებს თავის მეგობრებს ციხეში და დაწერს იქ ზევით რა ქვია მაგნატოს არ ვიცი. Brooks was here დაწერს მოკლედ ზევით და ნუ თავს ჩამოიხშობს იქვე მოიკლავს თავს. ესე მოკლედ მოყვები. ცოტა უფრო გამრავალფეროვნე რაღაც ჩამოხჭობ როგორ გამრავალფეროვნე. სამსახიობო ის შემოიყვანეს. სიკვდილის გამრავალფეროვნე. არა, ხა სიკვდილის ის არ მოყვებით კი ხა, მაგრამ ცოტა რაღაც სამსახიობო ის. ხო და დავამატებ იმას, რომ ხო ამ გახსნეს მერე ციხეში გახსნეს მერე ჩიტებს აჭმევს იქ პარკში და მოკლედ ისე საყვარლადაა გამოყვანილი ეს ბრუქსის პერსონაჟი ამ ციხიდან გამოშვების შემდეგ და ისე მაინც ისევდიანი იმით განახებს რეჟისორი რა ბრუქსის პერსონაჟს ციხიდან გამოშვების შემდეგ, იმიტომ რომ ვერ ეგუება ეს კაცი თავისუფლებას და საერთოდ ის გამოგჭა შენ რო გაიგებს ციხეშივე ეს ბრუქსი რომ გაათავისუფლეს ვინც ეტყვის ერთ-ერთი პატიმარი ეტყვის რომ უი შენო გაგათავისუფლესო ეხა მომივიდა ეხა მიწესო და ამ გადაირევა ეს ბრუქსი შეიცხადებს და ამ კაცს დაიჭერს ესე და ყელი უნდა გამოჭრას და მე აშველებენ რომ ესო რა მითხარიო რა გათავისუფლებაო ესაო ჩემი ცხოვრებაო ციხეო ხო და მე რა თქმა უნდა არ უნდა გარეთ გასვლა იმიტომ რომ ციხეში ბრუქსი არის ითვლება განათლებულ კაცად წარმოადგენს რაღაცას ნახევარ ცხოვრებაზე მეტი აქ გაატარა და ნახევარ საუკუნე ციხეში ხო და გარეთ ვინ ვარო ერთი ნაციხარიო მოხუცი კაციო რომელიც არავის არ სჭირდებაო და თან მოლარედ რომ მუშაობს იქ პარკში ალაგებს კლიენტების მომხმარებლების პროდუქტებს და მაგასაც ვერ აკეთებს იმიტომ რომ ხელები მტკივაო და ეს მომხმარებლები მერე ეჩხუბებიან რომ დროზე ჩაალაგე და მოკლედ ძალიან სევდიანი ისტორია არის და ერთ-ერთ თავის სასტუმროში მერე რომ მიხვდება რომ გარეთ აღარ არის ამის ადგილი
ავა მაგიდაზე იქ როგორ ვთქვა ამოკაწრავს მაღლა იქ ჭერთან თაღი ქვია მე მგონი მაგას ხო თაღი რაღაცაზე ამოკაწრავს Brooks was here Brooks-ი აქ იყო Brooks-ი იყო აქ უბრალოდ და ჩამოიხჩობს თავს და როცა გაიგებენ ციხეში რომ თავი ჩამოიხჩო გაუხსნიან სახელ ბიბლიოთეკას ან Brooks სახელობის ბიბლიოთეკას გახსნიან ენდი გაუხსნის Brooks-ის სახელობის ბიბლიოთეკას და მოკლედ ესეც საკმაოდ სევდიანი სცენა არის რა ეს Brooks-ის ისტორია ახლა ახალი პერსონაჟი შემოდის მალე მაგრამ ну სამ მაგაზე გადავალთ ვთქვათ რომ ამასობაში ეს ციხის უფროსი 19 წელი ათეთრებდა ამ ფულს ხო ნუ ჯამში 19 წელია უკვე რაც ათეთრებდა ფულს და თან ახლა ენდი სამუშაოებდა ყოველ დღე და ახლა 19 წელი ყოველ დღე რო ათეთრებს ფულს ესე იგი 19 რა დონის მილიონები გაქვს უკვე გათეთრებული და თან ეს გათეთრებული ფული ხო გახსოვთ რომ ენდის ანგარიშზე ჯდება ენდის ენდის მიერ გამოგონილი ადამიანის ანგარიშზე ჯდება რომელსაც მე ისევ ენდი გამოიყენებს რა თქმა უნდა და თან ის არის რომ მედიას აჩვენებს ამ დროს აი გაზეთებს და რაღაც ტელევიზიებს რომ თვითონ როგორი სუფთა ციხე და როგორი განვითარებული და ესეთი როგორი ვითარდება მაგრამ და არ და ვის შემოაქეს განვითარება ციხეში ენდის რა თქმა უნდა კორუფცია არის ამასობაში თან ციხეში რა ეს რაღაც არ გამიგიეჯე არასდროს კორუფციაც ხო კორუფციაც ხო ჩდება ახალი პერსონაჟი უკვე მალე წევა ვახსენეთ ტომი ვილიამსი რომელიც როგორც ხედავთ ვამჩნევთ ცხოვრებით არ არის მაინც და მაინც სწორგზაზე მდგომი ბიჭი იმიტომ რომ არ არის განათლებული ან მანიმან არ იცის არა წერა კითხვა არ იცის ხო ინდონეზიაში განათლებული ქურდი არა ქურდი ესე კატეგორიული შეფასება მინდა ქურდი არის აი მაგაზე იცის ციხეში ქურდობაზე ხო ქურდობაზე მაგრამ იმდენად განათლებელი არის რომ ასოებიც არის წერა კითხვა არის ენდი ამეცაინებს მე იმაში ანუ ენდი როგორც ყველაზე ინტელექტუალი ადამიანი მთელს ციხეში პედაგოგიურ საქმიანობას დაიწყებს და ასწავლის ჯერ ანბანს შემდეგ იქ სიტყვებში ზმნები მიპოვეო რაღაცა მთელ გრამატიკას ასწავლის და მოკლედ ისე შევა მე მათემატიკას და ყველაფერს ასწავლის მოკლედ და მე გაუშვებს გამოცდებზე დააწერინებს ტესტს და ამ ტესტს გადააგზავნის საგამოცდო ცენტრში და ჩააბარებს ეს ენდი და ცოტა გადავახტები ენდი ზის კარცერში როდესაც ის მეთვალყურე გაუღებს იმას ფანჯარას და ეტყვის რომ ტომიმ გამოცდები ჩააბარაო წარმატებით ძალიან გაუხარდება და ენდის ესე გაუბრწყინდება სახე და ესეც ძალიან კაი მომენტია ხო თან ახლა რა შეეწირა ტომი ვილიამსი ეს თქვათ ბარი წერანს ვახსენეთ მაგრამ კიდევ ვიტყვით რომ ტომი ვილიამსი იზიდა სხვა ციხეში 3 წლის განმავლობაში როცა გადმოიყვანეს ამ ციხეში უკვე უყვება აი უკვე დაუმეგობრდა რა დაუზმაკასდა ამ ხალხს და უყვება რომ ერთი კაცი იყო მოკლედ იმ ციხეშიო ელმო ბლანჩი ხო ელმო ბლანჩი მოკლედ ვინც იყო რომელმაც მომიყვაო რომ ერთი პატიმარია ხო რომელმაც მომიყვაო რომ მოკლაო ერთი გოლფის რაღაც კლუბის მფლობელიო და მისი საყვარელიო ხა ენდის რა თქმა უნდა ეგრევე დაარწყა თავში რომ მაგისი ცოლი და მაგისი ცოლის საყვარელი ძალიან დაემთხვა ეგრევე გაახსენდა რომ ეს ცოლი ღალატობდა ვიღაც გოლფის მოთამაშესთან ხო და პირველი ეჭვი აქ გაუჩნდა და მე ასე თქვის საერთოდ ეს ტომი რომ ანუ ამ ტომის უყვება ის პატიმარი ვიღაც ელმო ბლანჩი რომ მე მოვკალიო ის ორივეო რა ეს გოლფის მოთამაშეც და ეს ქალიც ვიღაც სხვა დააპატიმრეს ხოლმე ხო და ჩემაგივრად თან იცინის რა მოყოლის და ჩემაგივრადო იმ ცოლის ქმარი დააპატიმრესო რომელიც არის ვიღაცა ბუღალტერიო თუ ბანკირიო სიამოვნებაში ეს ენდიზე არის საუბარი ანუ ენდი დააპატიმრესო და ამას რო პატიმარი აღიარებს რომ ჩემაგივრად ის დააპატიმრესო და თან ისეთი კაცი რომელსაც ორი სამუდამო პატიმრობა აქვს მის ჯილი ნუ ამისთვის ესაა რა ვიცი ყველაზე დიდი არგუმენტი და ყველაზე დიდი ხერხი თუ რავი თავის გასამართლებელი თავის გასამართლებელი კი არა ანუ სიმართლე იცის უკვე რა რომ უდანაშაულო არის всё მაგრამ სიმართლის მთავარი როგორ ვთქვა ადრესატი თუ მთავარი წყარო სიმართლის არის ტომი
იმიტომ რომ ტომის აქვს ეს ინფორმაცია, რომ ვიღაც პატიმარმა გაუმხილა ამ ტომის სიმართლე, როგორ მოკლა იმ პატიმარმა ორი ადამიანი და დააბრალა სხვას, დააბრალდა სხვას, ამ ენდის. და ეხლა თქვენი აზრით აწყობს ციხის დირექტორს ენდის გაშვება ციხიდან. მიუხედავად უბრალოდ იმის ფონზე, რომ ეს ციხის დირექტორი ფულს ათეთრებს, საიდუმლოები იცის ამ ციხის დირექტორის და მოკლედ ეგეც რომც არ იცოდეს, ელემენტარული ეხმარება, ხო? ციხის დირექტორს. ერთ-ერთი წყარო არის. ციხის დირექტორის და რა თქმა უნდა არ დაგვაუხმოს ციხეს და კარცერში ჩავს. და ეხლა არ აწყობს ამ ციხის დირექტორს, რომ ეს ენდი გაათავისუფლოს და ისიც არ აწყობდა, რომ ენდის სიმართლე გაიგო. და ეს ენდი უკვე როდესაც გაუბრაზდა, ენდი ცოტა უხეშად დაელაპარაკება ამ დირექტორს, რომ ცოტა წინ დაუხედავი ხართო და ესაა ჩემთვის ერთადერთი გზა, რომ ციხიდან გავიდეო და მე ეს გაბრაზდებაო, შენო ვის უთხავდიო წინ დაუხედავიო და შეაგდეთ კარცერშიო. ერთი 3 თვითო თუ 2 თვითო და 2 თვე კარცერში, ეს სიკვდილზე უარესი არის ჩათვალეთ. მე ისე ვამბობ თვითონ ვიგონება იქ. ხო. ხო და პარალელურად სანამ ენდი ციხეში არის, ეს ციხის დირექტორი ისარგებლებს შემთხვევით და ამ ტომის გამოიყვანს გარეთ, ციხის გარეთ უკანა შესასვლელთან ღამე გამოიყვანს სალაპარაკოდ. და ისეთ ბილად ელაპარაკება, რა თქმა უნდა მოჩვენებით, რომ აი ჩემო ბიჭო, აბა მართლა მითხარი იმ პატიმარმა რა გითხრაო. და კიო, ესო ნამდვილადო იმ პატიმარმა მოკლავ ის ენდის ცოლი და ის საყვარელიო და ენდის დააბრალაო ყველაფერი. ანუ ენდი უდანაშაულო არისო ნამდვილადო. ჩემს სიცოცხლეს ვდებო ფიცაო, რომ აი მართლა ზუსტად ვიციო ეს ამბავიო. ანუ ამ დირექტორს უნდა და გაეგო ეს ამბავი ნამდვილია თუ არა. და კაი გასაგები არისო და ყველაფერი შევთანხმდითო უკეო და თან ეწევა რა ეს ციხის დირექტორი და ამ სიგარეტს დააგდებს და ფეხით იმას იზავს რა, გასლისავს და ესაა ნიშანი რომ ამ ტომის უნდა ესროლოს იმ ჰედლიმ, ციხის მეთვალყურემ. იმიტომ რომ ამ ტომის მოშორება უნდათ რა, იმიტომ რომ სიმართლე აქვს. ხელს უშლის, ხო? და რო დარწმუნდა ეს ციხის დირექტორი, რომ ეს ტომი სიმართლეს ლაპარაკობს, მოაკვლევინეს ტომი. და მერე იქ უთხრეს, რომ ენდის რო გაუღეს ის ფანჯარა კარცერის, უთხრეს, რომ აი ტომი ციხიდან გაქცევას აპირებდაო, გაიქცაო და რო დაინახესო გაქცევის დროსო, დაესროლათო, სხვა გზა არ იყო და სამწუხაროდ კი არა ამას სისხლიანი ხილებით თან. ხო და კიდე სხვათა შორის მე კიდე დაუმატებს უსაფუძვლოდ ეჩხუბება მე ენდის, ეს ენდი ჩუმად გდია იქ კარცერში და ისმეს ამ ყველაფერს და შენო მე ვერ მომატყუებო ეს ციხის დირექტორი ეუნება და კიდე 2 თვე დაამატეთო რა. ანუ ჯამში გამოვიდა რავი 4 თუ 5 თვე კარცერში გადამოვად. და მართლა საშინელება ის ხო. ნუ როცა გამოვა მიდან რა ქვია კარცერიდან მე ეკი რომ მაგამდე უცხრეს არ ვიცი შეიძლება გამოგვრჩა წეხან უბრალოდ თავის ოცნებაზე როცა უყურე რედს და როცა სთხოვს რედს რომ დაიმახსოვროს უკვე იმის მერე არის კარცერიდან გამოსვლის და უკვე რედს მოკლედ უყურება თავის ოცნებაზე ეს იახტა მინდაო გავასერენ ხალხიო ის სასწრაფო ახსნა მინდაო მექსიკაში ამ ზიხუატანეღოში თუ რა ხო და მოკლედ უცხარო რაღაც სახელები დაამახსოვრებინა ეხა ამის თქმა არ არის მაგრამ აუცილებელი სახელების თქმა მოკლედ მაინც ვიტყვი რა ერთი თხოვნა შემისრულეო რედო კიო რაზეაო საუბარიო აი ციხიდან რო გათავისუფლდებიო ან მაგის შანსი არ არისო მეო აქ სამუდამოდ ვარო არაო სამუდამოდ არ ხარო იმედის გჯეროდესო ციხიდან რო გათავისუფლდებიო დამპირდიო რომ ჩახვალ ბაქსტონშიო იპოვი ერთ ხეს რომელთანაც მე ჩემს შეყვარებულს ვთხოვე ცოლობაო და ამასაც როგორი ისეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს აი თავისუფლების და რაღაც სიყვარულის და იმედის ისა აქვს და მიდიო იმ ხესთანო
და იპოვეო ერთი ქვაო. ის ქვა თავის ადგილზე არ იქნებაო და განსხვავებული იქნება დანარჩენი ქვებისგანო. მანგა შენი თვე მიხვდებიო, ის ქვა გადმოატრიალეო და იქ დაგხვდება ის რაც დაგხვდებაო. და კიო რაზეა საუბარიო, მაგრამ მე იმედი არ მაქვს რომ გამიშვებენო ამ ციხიდანო, იმიტომ რომ შევალიე მთელი ცხოვრება ამ ციხესო და მაინც გჯეროდეს იმედისო, მე მაინც გითხარი და ეს პირობა შემისრულეო, როდესაც გაგანთავისუფლებენო. ის კი არ ვთქვა თუ გაგანთავისუფლებენო, როდესაც გაგანთავისუფლებენო. ანუ იცის ენდიმ რომ რეც მაინც გაათავისუფლებენ ამ ამნისტიით და რა თქმა უნდა პირობა დადო იმან რა ქვია რედმა რომ შევასრულება უსაძლებად და ხო ასევე უკვე ენდი დიდი ხანია ციხეში ზის ამ დროს და მე მოგვიანებით გამოვართმევს თოკს ერთ პატიმარში და ყველას გონია რომ თავს იკლავს ეხა იმიტომ რომ რავი თოკი რაში უნდა პატიმარში ხო უკვე ერთ-ერთი სადილის დროს ენდი არა ამ სადილზე და ეს ერთ-ერთი პატიმარი ეუბნება რედს რომ გამიკვირდაო კაცო ენდიმ მთხოვა თოკიო და მეც გავუჩითეო და შენ რას ლაპარაკობ კაცო დებილი ხარ ვერ მიხდიო თოკი რისთვის უნდაო რისთვისო კაცო რომ თავი ჩამოიხრჩოო და არაო კაცო ენდიო არა ეგეთი ტიპიო რომ ეგო თავს არასდროს არ ჩამოიხრჩობსო ეგ ისეთი როგორ ვთქვათ პრინციპული და იმედიანი კაცია, ეხა იმედიანი კაცი არ ჩამოიხრჩოს. მაინც ეხა რაღაც შიშები გაუჩნდათ, რომ აიმე თავი არ ჩამოიხრჩოს, რომ თოკი აქვს უკვე და ერთ-ერთ მორი ღამეს, როდესაც ციხის დირექტორის ფულს ათეთრებდა თავის ანგარიშზე, მოურჩი ბატონო დირექტორო საქმესო და კიო დღეისთვის რამდენი დეპოზიტი არისო, ის ციხის დირექტორი ყოველ დღე ეკითხება და ამდენიო და დააბარებს ეს ციხის დირექტორი რომ აგერ ჩემი ფეხსაცმელიო და გაწმინდეო ხვალისთვისო და კი ბატონო ეხა მე წავედიო და ღამე გიტოვებო ამათო ხვალ დამახვედრე გაწმენდილიო ხოზე წავა დირექტორი წავა და გაწმინდეს გაწმენს ფეხსაცმელს უდაოდ გაწმენს და ბრუნდება თავის საკანში და რა თქმა უნდა ამ ისტორიას ხო თვითონ რედი გვიყვება, რედის ხმით ვიგებთ ამ ყველაფერს. და თავის ფეხსაცმელებს შეცვლის. ხო და რედი იტყვის ასეთ რამეს, რომ ეს იყო ჭექაქუხილიანი ღამე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი ღამე იყო რა. იმიტომ რომ ამ ღამეს მოხდა ყველაზე დიდი რამე. 1966 წელს ენდი დუფრენი გაიქცევა. ციხიდან ენდი დუფრენი გაიქცა. და ხა როგორ გაიქცა? ჯერ მოკლედ დავიწყოთ. ამაზე ცალკე პოდკასტი უნდა იყოს, მაგრამ რას ვიზავთ? ჯერ მოკლედ გაიხსნათ ის პლაკატი, რომელიც ხომ გაკრული კედელზე. მოკლედ, მაგ პლაკატს უკან თურმე თხრიდა ეს ენდი ამ კედელს, ამ პატარა წერა ქუჩა-ქუჩით და რაც შეეხება ხა იმ ალბათ კითხვა იქნება იმ ქვებს 19 წელი კაცი თხრიდა. ხო. და ალბათ ხა კითხვა გაჩნდება რომ ის ქვებს სად მქონდა ის ნამტვრევი ქვებიო და შალვაში იყრიდა იმ ქვებს. და გარეთ რომ გადიოდა, ესე იფერთხავდა შარვალს, რომ ვითომ და ქვები ყველან იყრებოდა. ეგ კადრი გემახსოვრებათ ვინც ნახე აქვს ეს ფილმი. მე უკვე როცა გავიდა საბოლოოდ ამ იმიდან რა ქვია, კედლიდან უკვე გავიდა მილების მხარეს, სადაც ხა ის მილი უნდა გაეხეთქა, რომ გასულიყო. და ეხა მილის დარტყმას ხა ხმა აქვს ძალიან დიდი. ხო, და რატო დაამთხვია, აი ენდი დუფრენის პერსონა, აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გონი კინოს ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მაგარი პერსონაჟი ენდი არის. აი ჭკვიანების სიჭკვიანის დონით არის ასეთი პერსონაჟი. ხო და ამიტომაცაა ეს ფილმი პირველი და ქუხილის ხმას ამთხოვდა დარტყმას, ამ წერას. ეს ქუხილი როცა დაარტყავდა, ეს დაარტყავდა იმ მილს და ისე ხეთქავდა, რომ ამ მილით გამძვრალიყო გარეთ უკვე ციხის ტერიტორიის გარეთ და ესეც როგორი ფანტასტიკური მოფიქრება არის. და რედის ძალიან მაგარი სიტყვები არის აქ, რომ ენდი დუფრენმა გაიარაო განავალიან მილებში, მაგრამ გამოვიდა სუფთა მეორე მხრიდან. რამდენიმე საათი 3 მილი გაიარა ამ განავალიან იმაშიო, რა ქვია. მილშიო და სუფთა გამოვიდა. მაგრამ მილის მეორე ბოლოდან გამოვიდა სუფთაო და ეს ცნობილი მომენტია ამ მილიდან რომ გადმოდის პირდაპირ პატარა ტბაში
ჩამოვარდება პირდაპირ და აწევს ამ ხელებს ესე და ეს მე არის ყველაზე მაგარი მომენტი, ხო. კი. ეხლა რა მოხდა? მეორე გათენდა დილა ეხლა და რა ხდება? რა თქმა უნდა შემოწმება არის ეხლა ყველა სანამ საუზმე დაიწყება, ჯერ უნდა გამოვიდნენ პატიმრები, ყველა დაენახოს, აღწერა არის ასე ვთქვათ, სიას ამოიკითხავენ და როცა დიუფრენის გვარს ამოიკითხავენ, ხმა არის მის. ეს მეთვალყურე ეუბნება ნელ-ნელა ადის კიბეებზე უკვე უნდა ნახოს რა ხდება და აი მე ენდიო გირჩევნია ყდებოდეო მანდო, თორე რომ მოვალ შავ დღეს დაგაყრიო და გააღო კარი და სადაა ენდი. თან ოთახი სუფთა არის. ცოტა იყო გათავდა. ოთახი სუფთა არის, თან აი არაფერი არ ხდება, არის დამტვრევები არ არის. ყვალი ვაფშე საერთოდ არ ჩანს არანაირი. მე ეძახიან რედს, იმიტომ რომ რედი ყველაზე ახლა მეგობარი იყო და შენ გეწოდინებაო რაღაცაო. და არა არც ედმარი ცოდა არ უთქვამს ეგმები საერთოდ არავისთვის და ეს გაბრაზდება ეს სემოლორტონი ის ციხის დირექტორი გაიწყებს. აი აქ აი ეს ციხის დირექტორი ისეთ შესანიშნავ შედარებას მოიყვანს, რომ აი ვიждები მოკლედ ამ შედარებაზე. ენდი გაქრაო ისე როგორც ბოდიში და კუილი ხარშიო. ხო, რაღაც ეგეთი ხო. ხო და ნუ ეს რედმაც არაფერი არ ვიციო და ნუ ენდისგან არაფერი არ დარჩაო ფაქტობრივად და ამ ქვების გარდაო, რომელსაც თლიდაო და ეს გაბრაზებული ციხის დირექტორი აიღებს ამ ქვებს და ისურის ამ გაქცევაში ყველა არის, ყველა მონაწილეობსო და მე მიმალავთო და თან ისურის ამ ქვებს და თან ესეც მონაწილეობსო. ამ პლაკატზე გაიშვია ხელი რა, ეს რეკელ ველშის პლაკატზე უკვე. და როცა ესვრის ამ პლაკატს, ეს ქვა შევახევს ამ პლაკატს და ნუ ეს ცნობილი მომენტი არის და მე იქ ეკოს ხმა როგორ გადავარდა ქვა იქითკენ და აშკარად რაღაცა კედელი არის რაღაც ხო. და ჩამოხევდა. როდესაც ხელით გამოხევს ამ პლაკატს მე დაინახავს რაღაც მოხდა სიამოვნებაში. ამ ხელა გვირაბი. გავხდა თურმე ენდის. ენდი ამ სამშვიდობოს არის გასული, აიხნის უკვე, მართლაც აიხნდა უცებად წავიდა თავის მექსიკაში, სადაც გააგრძელა თავის საოცნებო ცხოვრება და ეხლა რა ხდება ციხეში ამ პერიოდში, სანამ გადავალთ რედის გაშვებაზე ციხიდან. მოკლედ ციხეში ეს გაცრებული ფული, როგორც ვიცით, რჩებოდა ამ ციხის უფროსის ანგარიშზე. ციხის დირექტორის ანგარიშზე. ხო, ეს გაირკვა, ეს ყველაფერი და პოლიცია მოვიდა რომ დაიკავებინათ ახლა ეს კაცი. იმიტომ რომ ძალიან დიდი პრობლემებში იყო ეს კაცი და ხო ნუ არ კორუფცია არის ეს სამართალდამცავი არის თავის მოსამართლის და ნუ როდესაც უკვე პოლიცია შემოვარდა შენობაში თავი მოიკლა ციხის დირექტორმა, იმიტომ რომ მასზე აღარ ქონდა ახლა მეცხოვრებას რა ის იმდენად გაშოებული იყო ეს კაცი რომ იმდენად წააგო, იმდენად დამარცხდა რომ აი ფსიქოლოგიურად გაწყდა და პლუს წინი ხალხი ხელდებოდა მაგის გამო რომ ხო მოკლედ თავი მოიკლა ამ ციხის დირექტორმა. ხო, ნუ მე უკვე $370,000 იყო დარიცხული ამ რენდელ სტივენსის ანგარიშზე, რომელს ენდი პრობლემოთ აიღო. ეს იმიტომ რომ ქონა ყველაფერი პირადად ყველაფერი თავშედგენილი იყო და ქონა ყველაფერი. და ხო, ენდის დამსხურება იყო, ენდიმ გაგზავნა წერილი რომ შოუშენკში არის კორუფციაო. ხო, და მაგის გამო მივიდა პოლიცია ხო წავიდა ახლა თავის მექსიკაში მართლაც და უკვე კიდევ ერთი მომენტია, როცა რედი შედის კომისიასთან. და ეკითხებიან კიდევ ერთხელ გამოსწორდით კომისიაზე უკვე რედს უკვე ყელში აქვს ეს კომისია და ამნისტია ამოსული და დააფარებს ამ კომისიის წევრებს ყველაფერს და არა, არ გამოსწორებულ ვარო. არა, მე ვარ გამოსწორებულ ვარო, მე აქ მინდაო დარჩენა და თქვენთვის აი ეს კოსტიუმი რო გაცვიათო და ვითომ განათლება გაქვთ მიღებული და სინამდვილეში ცხოვრებისეული არაფერი რო არიცითო. თქვენთვის ადამიანის შეცვლა და ამ შეცვლის ცნება არისო ძალიან მარტივიო. და ადამიანი ზოგადად ყოველდღე იცვლებაო. მეო დღე არ გავაო, როდესაც ჩემ დანაშაულზე, ანუ დღე არ გავა ჩემ დანაშაულზე რომ არ მეფიქროსო და არ მომენანიებინოსო რა, ეს ჩემი დანაშაულიო. თქვენთვის მარტივი სათქმე, მარტივი საკითხავიო, რომ შეიცვალეო თუ არაო. მოკლედ, ნუ იქ ზუსტად არ მახსოვს ახლა სიტყვებით მიმართ და გამოუშვებენ თანაც ამის მერე. ფაუსფოლი ხო წადიო, გაუშვეს. ამნისტიას დაუმტკიცებენ და გამოუშვეს რედი და რედს პირობა აქვს შესასრულებელი. რა პირობა? ენდი რო უთხარო იმ ხის ქვეშ ის ხო გადაატრიალო უნდაო და ნუ
იგივენაირ სიტუაციაში აღმოჩნდება რედიც, იმიტომ რომ იგივე სამსახურში ამუშავებენ, იგივე სახლს მისცემენ, სადაც ბრუქსი ცხოვრობდა და ბრუქსის და ნაწერის გვერდზე ამოტვიფრავს, ამოკაწრავს დანით ხო ეწერა ბრუქოს here. ამოკაწრავს გვერდზე Solos Red. ჯერ იმ სასტუმროში მივად თვითონაც და Solos Red და ну, წავა მოკლედ მექსიკაში, აი ხა, იმიტომ რომ მასთან შესასრულებელი. ხა ცხოვრება არ მოწონს, ხა ეს არაფერს ეს ცხოვრება არაფერს არ წამოვადი, ეს არაფერი გასაგებია. დაგინებულია რომ იქ უნდა მივიდეს. ხო, და მოკლედ ხდება ესა რა ქვია, მივა იმ ადგილას, წერილს იპოვის, მე იპოვის ენდი სადაც არის იმ ადგილს სანაპიროზე. წერილს კი არა, ფულს იპოვის. ფულსაც ხო. და შეხვდება ენდის დათქმულ ადგილას იქ მექსიკაში და მოკლედ, ну, happy end-ი გვაქვს რა საბოლოო ჯამში. ბოროტი კაცი მკვდარია, კეთილი გაიმარჯვეს და მოკლედ ეს დამთავრდება რა ძალიან მხიარულად და ძალიან ემოციურად. რა შეიძლება ახლა კადრს მიღმა ერთი მაინც რომ მაინც მოკლედ რომ ახსენოთ ენდის პერსონაჟი იმ მსახიობი თვითონ ტიმ რობინსი სიმაღლეში იყო 6 და 5 ინჩი 2 მეტრია 2 მეტრიანი 197-18 სანტიმეტრი რა ხო და თუ დააკვირდებით ფილმში ძირითადად ენდი ზის ან ისე დახრილი არის რა ან დახრილი არის როდესაც გვერდით უდგას რომელიმე სხვა პერსონაჟი რომ არ გამოჩნდეს კარდიოგრამასავით ახლა ენდი არის ძალიან მაღალი ანუ სხვები არ არის ეგეთი მაღლები აი ერთი კადრი არის პირველ კადრში არის მარტო როდესაც აი პატიმრები ჩამწევენ ახალმისული პატიმრები ენდი დგას სუაკით როგორც მახსოვს და ესე აქედან იწყება და ესე მოდის ხო კარდიოგრამასავით ხო და ძირითადად მომენტებში ენდიან ზის ან ესე დახრილია ან დაყრდნობილია რაღაცაზე და ძალიან მაღალი იყო და მოკლედ მაგიტო არის ესე გამოყენებული და ნუ კიდე ერთი რაც შეგვიძლია ვთქვა ეხლა მე დიდად ეხლა ფრენკ დარაბონტის ფილმის მაყურებელი სამწუხაროდ არ ვარ მხოლოდ ეს მაქვს ნახი და კიდე ბევრი სანახავი მაქვს და ძირითადად ერთ და იგივე მსახიობს იყენებს ხოლმე ფრენკი ფილმებში თუ იყენებდა ცოცხალია თუ არა ვიცი ხო რა როგორც არის მოკლედ და ნაცნობი მსახიობი არიან ხოლმე მოკლედ ფილმებში გამოყენებული რა ჩემთვის ახლა მაინც პირადად ჩემთვის ეს ფილმი შედის ჩემს საყვარელ ტოპ 3 ფილმში. იმიტომ რომ აი ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ნაკლი არ აქვს ფილმს. აი ერთი შეცდომაც კი არა. და ოსკარი რო არა, ოსკარი ხო არ აქვს ამას. შეცდომა ისაა, სწორედ რომ ოსკარი არ აქვს. ხო, სიცხულია ოსკარი რო არ აქვს, ეს არ შეიძლება. და ოსკარი რო აქვს Forrest Gump-ს. არა, რა თქმა უნდა, ახლა Forrest Gump-იც რა თქმა უნდა უდავოდ ოსკაროსანი ფილმი არის და იმსახურებს, მაგრამ ისე რომ ამას საერთოდ არ ქონდეს ოსკარი, ხო, ახლა ჩვენ ხო ვერ მოხდებით, რომ შეიძლება ახლა იმ პერიოდში ის უფრო კარგი, ის უფრო ისეთი იყო, ეფექტური იყო რა, ახლა ვიდრე ახლა ახლა ხვდებით რომ ეს როგორ ამაგარი ფილმი იყო, თორე ადრე შეიძლება ვერ ხვდებოდი იმას. სხვადასხვა ჟანრი არის მაინც ახლა. ხო. ეს უფრო რაღაც ცხოვრებისეული და თავის გადარჩენა, იმედი და ეს გონება რომ უნდა დაკავებული იყოს. ანუ მოკლედ და ის სულ სხვა ჟანრის ფილმი არის მოკლედ. მე მგონი გავედით ბოლოში. ამოუწურეთ მე მგონი შოუში გავედით სამშვიდობოს. ხო, და აქვე დავაფინანსებთ, ახლა ჩვენს გავიქეთ შოუში კიდე სხვა შორის ფილმთან ერთად. ხო, ისეთი დავამთავრეთ და მოკლედ შემდეგ განხილვა ანონსი არის იქნება Fight Club, მებრძოლთა კლუბი. იყოს Fight Club-ი. ხო, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს გიყვართ, უეჭველი ვიცი ახლა ეგ და ძალიან მაგარი ფილმია. თან მანდარ დეტალები თუ არის და მანდარი ახსნა თუ არის რა, იმდენი დეტალია. ახლა ესე კატეგორიულად მანდარი თუ არის, თავიდან ბოლომდე. ხო, თავიდან ბოლომდე Fight Club-ი არის გაუგებრობა. ანუ აი არაფერი არ არის, მაგრამ მე გამოჩნდება რომ ყველაფერი არის თული რა. აი ძალიან ესეთი მაგარი ფილმია, მასალ ძალიან და სხვაშორის ახლახანს უყურე, აი მაგრამ მომეწონა მართლა და ბრედ პიტი ძალიან მიყვარს და მოკლედ შენელი ფილმი იქნება ეგ და ბრედ პიტის და ედ ნორტონის ხო, ედ ნორტონის ძალიან მაგარი მსახიობი ასევე და ჰელენა ბონემ კარტერი ხო, აი სასწაული, ძალიან მაგარი კასტი აქვს ფილმს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ვაპირებთ Fight Club-ს, მაგრამ თუ თქვენ კომენტარებში დაგვიწერთ რამე ისეთ ფილმს, რომელიც აკისაჯეს თუ გადაუჯოკრავს ამ Fight Club-ს, რა? ან თუ გამოგზავნით კისაჯიზე ამ მას რა ქვია, კისაჯიზე თუ გამოგზავნით ამ იმას რა ქვია, შემოთავაზებას უარზე არ ვიგებთ თქო, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენი ანონსი არის Fight Club-ი. თუ რაღაცა
არ მოგწონს. გეგმაში ესე თუ არ მოგწონთ Fight Club-ი და სხვაგინდათ, რავი, გვირშიეთ მოკლედ რა და განვიხილავთ. სხვაგინდათ ეხა კამფეტი ხო ხო ნუ რა ვქნა ეხა. თუ ეხა იტყვით რომ აი Fight Club-ი არ აღვგონთ რა ეხა ჩვენ მიყვებით ჩვენ გეგმას, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა დაგვიწერეთ კომენტარებში და ჩვენ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ თქვენს კომენტარებსაც. თან იმდენი ფილმი გასახილველია რომ ჩვენ ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვრჩევით. ესე რომ მიყვეთ რომ აი ეხლა ისე, ეხლა ის, მერე ის, იმდენი ფილმი არის გასახილველი, რომ რა ვიცი, მომთელი ცხოვრება არ გვეყოფა. ხო. ყოველდღე რომ გადავიღოთ ეს პოდკასტი. მოკლედ, იმედია მოგეწონათ თელევიზიო პოდკასტი, იმიტომ რომ წინა პოდკასტზე კაი გამახმოვრებელს მომშურით. ნუ მომეწონა მაგალითად წინა პოდკასტების. ეს არა ისეთი ფილმი, შოუშენკიდან გაქცევა არა ისეთი ფილმი, რომ დეტალები და ამ აბა აქ რა იმალება, იქ რა იმალება, როგორც წინა პოდკასტში, აი ნათება, იქ სიმბოლოები ნათებაში იმდენი სიმბოლოა, რომ აი საათი და 10 წუთი გამოვიდა, ხო და ეს არ ვიცი 1 საათიანი რო გამოვიდა. ხო, და კიდე ყველა დეტალი ვერ განვიხილეთ ნათებაში. იმდენი დეტალი არის და მგონი ყველაფერი გამიხილეთ და მაგიტო გამოვიდა მახილა პოდკასტი. ყველაფერი მაინც ახლა რა. ხო. ხო და რა ვიცი, თუ მოგეწონათ ლაიქები, მოეწონათ. კაი, მოგეწონათ ლაიქები, გამოწერები, გაზიარებები და ჩვენი კონტაქტის ყველანაირი საშუალება იქნება ისე როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე YouTube-ის page-ის description-ში მოკლედ ლინკების მასში ველში და მოკლედ რა ვიცი თუ რამე გსურთ რომ დიდი მადლობა რომ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და შემდეგი პოდკასტი შემდეგ კვირას დაიდება ისევ საღამოს ხო ნუ ჩვენი გეგმით ან Fight Club-ი ან რა ვიცი თქვენ კომენტარებსაც გააჩნია რა ფილმს გვირჩევთ ასე რომ მომავალ კვირამდე აბა გიმშვიდობთ დიდი მადლობა და ნახვამდის Thank you.